სადავო თვითმმართველობის არჩევნები, ძალადობრივი შეტაკებები თბილისის ქუჩებში, დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ, სვლა ავტორიტარიზმისკენ და სანქციების აუცილებლობა. ამ თემებზეა საუბარი 5 ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შემზღუდველ გარემოში სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და ოპოზიციაზე თავდასხმების ფონზე გაიმართა. მათივე თქმით, ქართულმა ოცნებამ ხელი შეუშალა სანდო საარჩევნო დამკვირვებლების პროცესზე ყოფნას, რასაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპრესიებიც დაემატა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ არჩევნების შემდეგ ქუჩებში მომხდარი ძალადობრივი შეტაკებებით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს სიმშვიდისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს თავდასხმა დემოკრატიაზე და პატივისცემ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს. შეწყვიტოს მომიტინგეების დაკავება და გაათავისუფლოს დაკავებულები. ჩვენ ასევე ვწუხართ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული მზარდი აგრესიული კამპანიის გამო, მათ შორის ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკეულ წევრ სახელმწიფოებზე პერსონალური თავდასხმების გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქართული ოცნების დეკლარირებულ განზრახვას აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რაც საქართველოს ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის ახალ კულმინაციას მოასწავებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და შემოიღონ პერსონალური სანქციები ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუსვლისთვის, საარჩევნო გაყალბებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნისთვის, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მუნირ სატური, ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტარი რასა ეუკნევიჩიენი.